მრავალწლიანი მუსიკალური ტრადიცია გრძელდება ცნობილი მევიოლინის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები მსმენელს ამჯერადაც ჟანრობრივად მრავალფეროვან რეპერტუარს თავაზობს. მათ შორის აღჟღერდება ის კომპოზიციები, რომლებსაც ლიანა ისაკაძე ასრულებდა. ქართველ არტისტებთან ერთად სცენას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსებიც დაიკავებენ. საღამოები სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. პირველი კონცერტი დღეს ბორჯომში იმართება. პიაცოლადან ვივალდიმდე, ბაროკოდან კლასიკამდე და თანამედროვე მუსიკიდან ჯაზამდე. პროფესიონალები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი ამოუწურავი და მრავალფეროვანი იყო ლეგენდარული მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის მუსიკალური სამყარო. და ალბათ, სწორედ ამიტომ დაარსა ფესტივალიც, რომელიც ათეული წლებია მსმენელს ასეთივე მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს. თუ კი ვიტყვით, რომ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბურია, გასაკვირიც არ იქნება, რადგან ღამის სერენადების წლევანდელი სეზონი ფესტივალის დამაარსებლის ლიანა ისაკაძის ხსოვნას და შემოქმედებას ეძღვნება. გამორჩეული ნაწარმოებები, რომელიც ვირტუოზ მუსიკოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეუსრულებია, გახდა ინსპირაცია ფესტივალის საბაზო ორკესტრისთვის. საქართველოს ვირტუოზები 2026 წლის კონცერტების ციკლის ფარგლებში ყველა მის საყვარელ ნაწარმოებს შეასრულებს. ეს რეპერტუარი აი ზუსტად მოიცავს როგორც ბაროკოს, დაწყებული ვივალდი, დამთავრებული პიაცოლათი, ასევე იმ ნაწარმოებებს წელს შესრულდება სწორედ ის ნაწარმოებები, რომელსაც ფანტასტიკურად ასრულებდა ლიანა ისაკაძე და მე მასთან ერთად ამ ნაწარმოებებით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოვლილი, მაქვს მრავალი სცენა და მიხარია, რომ ეს ნაწარმოები შესრულდება, როგორც არის სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო, მენდელსონის რე მინორული კონცერტი, რომელიც ერთ-ერთი მისი ფავორიტი კონცერტი იყო და ჩვენ შევასრულებთ ორკესტრი ჩაიკოვსკის სერენადას, რომელიც ითვლება კლასიკად კამერულ მუსიკაში. ღამის სერენადები დღეს ბორჯომში გამართული კონცერტით იწყება. ფესტივალის ფარგლებში ქვეყანას ბევრი საინტერესო არტისტი ეწვევა, რომელთა შორისაც არიან იტალიელი დირიჟორი, ვენეციის ლა ფენის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ბუენოს-აირესის თეატრის კოლონის მთავარი მოწვეული დირიჟორი, ორკესტრა სკარლატი იანგისა და მილანო კლასიკას მთავარი დირიჟორი და ამავდროულად ღამის სერენადების მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი. ასევე ახალგაზრდა იაპონელი ვირტუოზი მევიოლინე იუკი სერინო. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ეს არის ქვეყანა, რომლის მონახულებაც ყოველთვის მინდოდა, ამიტომ დიდი მოუთმენლობით ველი კონცერტს. ასევე აქ ვარ, რადგან აღვნიშნავთ სრულიად ყველასგან გამორჩეული ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს. მომისმენია მისი მრავალი ჩანაწერისთვის და შემიძლია გითხრათ, რომ მისი განსაკუთრებული მხატვრული ხელწერა ისეთია, რომელსაც ყველა მევიოლინე აღფრთოვანებაში მოჰყავს. ასე რომ ჩემთვის აქ ყოფნა და შეხვედრა აუდიტორიასთან უდიდესი პატივია. საკონცერტო საღამოები ტრადიციულად რამდენიმე ქალაქში, ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდება. დაგეგმილ 7 საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სოლისტები. ფესტივალის საბაზო ორკესტრი და თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი. პირველად საქართველოში გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელმაც შემოიარა მთელი მსოფლიო ანდრეს გაბეტას მიერ შექმნილი მარია ბუენოს-აირესიდან. და 25-ში უკვე მარიო სტეფანო პეტროდარკის და გლორია კამპანერის მიერ სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის შექმნილი პროექტი ტანგო ოპერაციონე, რაც გულისხმობს ტანგოს რიტმების შერწყმას ოპერის ვოკალთან. 16, 18 და 20 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი საღამოები თბილისში გაიმართება. საფორტეპიანო კონცერტის საღამოს გამართავენ პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი. მათი საფორტეპიანო დიალოგი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს გააერთიანებს. კონცერტის დასკვნითი აკორდი იქნება სანდრო ნებიერიძის ნაწარმოების შესრულება, რომელიც ლიანა ისაკაძეს მიეძღვნა.
ლიანა ისაკაძის პროექტი მუსიკოსები ხუმრობენ შთაგონებით სანდრო ნებიერიძემ სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის შექმნა ახალი ნაწარმოები, რომლის პრეზენტაციაც იქნება სანდრო გეგეჭკორთან ერთად შეასრულებენ. 18 სექტემბერს ახალგაზრდული ორკესტრი სიმფონიური ბეატრიჩე ვენეცი და ლიანა ისაკაძის მეგობრები იანერი გუსტავსონი, ანალიზა ბეზროდნი შესანიშნავი ბრამსის ორმაგი კონცერტით. და სულ ბოლოს სიურპრიზი მაყურებლისთვის ეს გრიბოედოვის თეატრში ნელო სალცა. 2026 წლის ღამის სერენადები კონცერტების გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებსაც აერთიანებს. ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.